შვილებს განათლება, მშობლებს დასაქმება, პენსიონერებს დაფასება. ქრისტიან-დემოკრატებმა ამ სლოგანით დღეს წინასაარჩევნო შეხვედრა ბათუმში გამართეს. ამორჩევლებს სიტყვით მოძრაობის ლიდერებმა მიმართეს. მოსახლეობას მათ პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს. დილით კი ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი ბათუმელ მეთევზეებთან ერთად თევზაჭერი სეინერი ზღვაში გავიდა და თევზჭერის პროცესს დაესწრო. გიორგი თარგამაძე ქართველი მეთევზეების პრობლემებითაც დაინტერესდა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მეთევზე მეზღვაურებს დაბალპროცენტიანი კრედიტები უნდა გამოუყოს და მოხდეს მეთევზეობის ტურისტულ მიმართულებად გავითარება. დასვე ბათუმში 6 მაისის პარკში მდებარე პარკის გარშემო ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატებმა სპორტული მარათონი გამართეს. მარათონი ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და მის პოპულარიზაციას ემსახურებოდა. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერები ბათუმში რჩებიან ბათუმის სპორტის სასახლეში. მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ ისინი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. თუ კი აქამდე ჩვენ ვამაყობდით იმით, რომ შევქმნით ისეთი პოლიტიკური ძალა, რომლის ლიდერებიც გამოირჩევიან თავისი კვალიფიკაციით, პატრიოტიზმით, თანამედროვეობით და ამავე დროს უწყვეტი კავშირით ტრადიციებთან, დღეს ქუთაისის, რუსთავის, საჩხერეს შემდეგ უკვე ბათუმში თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქრისტიან-დემოკრატები მთელ საქართველოში და აჭარებში ბევრნი ვართ, რომ ქრისტიან-დემოკრატები ძლიერები ვართ და რომ ქრისტიან-დემოკრატები მომავალ არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ. ამ ქვეყანაში შესაძლებელია, რომ ჩვენ შვილებს ქონდეთ განათლება, მათ შვილებს ქონდეთ დასაქმება და პენსიონერები იყვნენ დაფასებული. ჩვენ ქრისტიან-დემოკრატებს ესეთი საქართველო გვინდა და აი ამ მხარდაჭერით, აი ამ ხალხის გვერდში დგომით ნამდვილად მივახცევთ ამას.